ხშირად ფორმალობად გადაგვექცევა ჩვენ ესა და ვიცით რაღაცა სახელმძღვანელოა, სადაც ჩამოწერილია ცოდვები და ესე იგი ანბანის მიხედვით შეიძლება გადმოვიწერო ეს ცოდვები, მოვიდე და გაჩვენო ეს ქაღალდი და გითხრა რომ აი ბატონო ეს ყველაფერი ეხლა ჩემი ცოდვებია და მე ჩვენც ასე ფორმალურად წამიკითხავ იმ ლოცვას და ასე გამოვალ და ფორმალურად მოხდება ჩემთვის ცოდვების შენდობა. სინამდვილეში ახსარება აბსოლუტურად სხვა რამ არის. ახსარება გახლავთ საკუთარი სულის გადმოღვრა და ამას აკეთებ ღმერთის წინაშე. მღვდელი მხოლოდ მოწმეა. ჩვენ მოსანანიებლად მღვდელთან არ მივდივართ. ჩვენ ღმერთთან მივდივართ, მღვდელი მოწმეა, იმიტომ რომ ორი მოწმის სახით უნდა დამტკიცდეს რაღაც. ესე არის სჯულში მოცემული და მღვდელი ამ მოწმობას ესე იგი შეიძლება ითქვას რომ ადასტურებს შენს სინანულის დამადასტურებელია ამ შემთხვევაში და მოქმედია იმიტომ რომ ყველა საიდუმლოება მღვდლის ხელით აღესრულება და ის არის შეიძლება ითქვას იარაღი ღმერთის ხელში რომლის მიხედვითაც ჩვენ რაღაც საფრთხო მადლი უნდა მივიღოთ. აი რას ნიშნავს ეს რომ შენ სულიერად უნდა გადმოიღვარო იქ ამის შესახებ ვისაუბრებ ეხლა თქვენის ნებართვით იმიტომ რომ რაოდენ გაუგებარიც არ უნდა იყოს, აბა როგორ თქვა ახსარება ვიღაცა იტყვის, იმიტომ რომ აი მოვედი და არაფერი არ ვიცი. ან მინდა რომ რაღაც სრულყოფილი ახსარება მაგრამ აი აქ რომ ვილაპარაკე სანამ გარეთ გავედი, კიდე ახალი გამახსენდა და კიდე მოსვლა მინდა და ეხლა უკვე მერიდება და მაგრამ ეს ჩამონათვალი ხო არსებობს, რომელსაც გადავხედავთ, მაგრამ თითქოს ბევრი ისეთი რაღაცა არის, მამაო, რაზეც თქვა იტყვი რომ აბა სხვანაირად როგორ, აი მაგალითად წაიკითხავ როყვა. ნუ აი თუ არ ვიცი, აი აქ რაზეა საუბარი, აი როგორ როყვაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი. ეს უკვე როცა დავკონკრეტდებით, მოდით მაშინ. კი ბატონო, დაგასტარდეთ. ჯერ იცით რაზე ვილაპარაკოთ რომ მოდი ასე ვთქვათ, სრულყოფილი ახსარება არ არსებობს. იმიტომ არ არსებობს რომ მართლაც იქედან გამოსულს კიდევ რაღაცა გაგახსენდება. ეს გავს ძალიან კარგი შედარება აქვს ერთ მამას გაკეთებული რომ როგორც არქეოლოგია დაახლოებით ესეთი პროცესია რომ როცა ესე მიწას უყურებ ცარიელს ხორაფერი არ ჩანს მაგრამ საკმარისია ერთი ფენა მოხსნა რომ მაშინვე გამოჩნდება რომ აქ თურმე ნასახლარი იყო აქ შეიძლება აღმოაჩინო რომ ადრე ამ სახლს ფანჯარა აქ ქონდა და კარი აქ ქონდა. კიდე რაღაცა ფენა არის მოსახსნელი საჭირო რომ ჩახვიდე იმ სიღრმემდე რომ აი სახლის საძირკველი სად არის რაზეა დაფუძნებული ამ სახლის საძირკველი. ამიტომაც ახსარება ეს გამუდმებული პროცესია საკუთარი თავის შეცნობისა, საკუთარი ამ სულის გადმოღვრისა და